გიორგი კისიშვილი, გიორგი საბანაძე, მერაბ ჭიქაშვილი. 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლი მერაბ ჭიქაშვილია, რომელიც სისტემური დანაშაულის სანდრო გირგულიანის მკვლელობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა. 2009 წლის 15 ივნის შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს წინ დამნაშავე სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მოძრაობის წევრები რატომ, მათ შორის მერაბ ჭიქაშვილი და მოქალაქეები შეიკრიბნენ. საპროტესტო აქციის დაწყებიდან 10 წუთში სამართალდამცველებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები სასტიკად დაარბიეს. ზონდერ ჯგუფებმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მომიტინგეები ალყაში მოაქციეს და რკინის ხელკეტებით და ბეისბოლის ჩოხებით გაუსწორდნენ. პოლიციამ 38 პირი დააკავა. იმავე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ ხუთივე მათგანს მერაბ ჭიქაშვილს, დაჩი ცაგურიას, მიხეილ მესხს, გიორგი ჩითარიშვილსა და გიორგი საბანაძეს 30 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ოფიციალური მონაცემები 15 ივნის ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ქალატვინის ტრამვები და სხეულის სხვადასხვა სახის დაჟეჟილობებით აქციის 17 მონაწილე შეიყვანეს. განსაკუთრებული სისასტიკით მოეპყრნენ მოძრაობა რატომის ერთ-ერთ წევრს გიორგი ბექაურს. აღსანიშნავია, რომ სწორედ გიორგი ბექაურის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე პოლიტპატიმრებმა სტრასბურგის სასამართლო მოიგეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო დამნაშავედ ცნო იმდროინდელი სახელმწიფო სისტემა და სასტიკად ნაწამები მოქალაქეების მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. მე ვიყავი არასამთავრობო მოძრაობაში მერაბთან, დავით ფაცაციასთან, არასამთავრობო მოძრაობა რატომ? ბიჭები დააკავეს ჩვენი მეგობრები და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავაკეთეთ აქცია 15 ივნის სამმართველოსთან. და იქ მოხდა ყველაფერი, რაც მე გამიკეთა მიშას რეჟიმმა. კონკრეტულად რო გითხრათ, ძალიან უბრალოდ ეხლა მძიმედ მახსენდება მართლა რა, არ დამინდეს, მართლა არ დამინდეს რა, ეს როლი ამ სიტყვის მნიშვნელობით. ხიდიდან გადახტომას ვაპირებდი, მაგრამ სიმაღლის შემეშინა, უკვე ვეღარ უძლებდი ცემას. მაგრამ ხიდზე რო ავედი, გადავიხიე და მეთქი ვერ გადახტე, ისევ გადმოვედიო უკან, მანქანის ქვეშ შევძევერ და წამავლის ფეხში ხელი. და სად მიდიხარ შენი ესე შენი ისე მე სამართლოს კარებამდე მიმიყვანეს უკვე ვეღარ მერეოდნენ რა ვიცი რა მე ჯაჭვები მომაბის ფეხებზე და აი კიბეებს დასასვლელი ფოიეშამდე სამართლოს ფოიეშამდე სულ წიხლები დანი ქალბატონებიც იყვნენ ნუ ურტყავთ ამას ჩაგაკვდებათ ხელებში არ შეიძლება ეს ნუ ის არავის არ ითვალისწინებდა რა კაცი მოხდებოდა ხელში ქალი ბავშვი თუ არ აქვს მნიშვნელობა. ყველას გამეტებით ურტყავდნენ და ძალიან მე რო შემიყვანეს სამართლოში რატომ ის მაიკა მეცვა, გარედან კოსტუმი ეს შეკრული მქონა, ეს რო შეომახიეს ეს საროჭა და ეს კოსტუმი და პიჯაკი და ეს მაიკა რო დაინახეს, ამაზე ვაფშე გაგიჟდნენ. და ამაზე ვაფშე შემიყვანეს ტუალეტში. და ეს მაიკა გამხადეს, ჩადეს უნეტაში, ამოიღე, ჩაიცვი ეხლაო. მე ვთხარი, ვეღარ ჩავიცმევ, თან აი ყბა მქონა მომტვრეული, წიხლი ჩამარტყეს რა და ვეღარ ვლაპარაკობდი. ეს ხვირპირიდან სისხლი გამდის. აზრზე არა ვარ საერთოდ, აი თებილივით ვიყურებოდი, მეთქი სადა ვარ. ძალიან ვიცოდი ეხლა ხო რა დღეს მომელოდა. მე ვიცოდი რა დღეს მომელოდა. ეგეთი დაუნდობლობა და ეგეთი სისასტიკე ნამდვილად არ მეგონა თუ აი ვეხვეწებოდი მეთქი აღარ დამარტყათ და დამლაგებელი შემოვიდა ფოიეში და დაბლა ვეგდე რა ეს გათიშული ვარ წყალი დამალევინეთ მეთქი რა გთხოვ და დამლაგებელმა წყალი მომიტანა და ბადრაგი მივიდა ხელში ჩაარტყა ჭიქა გააგდებინა ხელიდან რა ამასო ეხლა წყალი კი არაო მე ვიცი ამას რაც უნდა ეხლაო რა და ბოლოს მეთქი კვდები რა აღარ შემიძლია ჩამაგდეს მე სალონში არ ჩავსვეს ბაგაჟნიკში ჩამაგდეს სისხლიანი ვიყავი
ბაგაჟი ჩამაგდე, ჩაომაგდეს ღუდუშაურის გაჩერებასთან. და რომ მიმიყვანეს ღუდუშაურის ავადმყოფოში, ათქვეფილი მაქვს სახე საერთოდ რა, ხელები, ფეხები, სულ ესეც ხში ბანაობს აკაცებში რა. და მოხვედიო ესე მოგიყვანესო? კაიაო, მიდიო. გათიშული, გავიტიშე, შემიყვანეს. საოპერაციოში გამკერეს, მიმკერეს, თავიდან შემკერეს რა. ფანდური დამამტვრიეს თავზე. 15 ნაკერი მედო თავზე. ეს არ შეიძლება ეს შერჩეს ან მიშას, ან მის თანამოაზრეებს რა, ესე ვთქვათ რა. და არც ნაციონალები საერთოდ არ უნდა მოვი, აღარ უნდა გაეკარნონ არც საქართველოს, არც ქართველებს. ეს ჩემნაირები რამდენი არიან კიდე ეს გამწარებულები, რამდენი ოჯახი გაამწარეს. კაი მე გადავრჩი, მადლობა უფალს. მე გადავრჩი, მაგრამ რამდენი გაამწარეს, რამდენი მოკლეს ხო? ფაქტიურად ბევრი მოკლეს. ამათ უნდათ კიდე მოსვლა? მიშა სააკაშვილი საავადმყოფოში კი არ უნდა ეგდოს. უნდა ეგდოს აი სადაც მაგანა აშენა ის ციხე რა, მაგაზე უარეს ადგილზე უნდა ეგდოს ეგ რა. და გამოდის და ფილტვებსა და თირკმელებს აჭვინებს. მე რა დღეში ვარ? ყბა დღემდე ვერ ვგზნობ ყბას. აი მაგისმა რეჟიმა ეგ მიყომე. აი ჩემი ხელები რა დღეში ვარ. მაგის მე თირკმელები საერთოდ არ მიყვირს და მაგის ნეკნები რა, მაგის სისტემე საერთოდ არ მიყვირს. და არც მაინტერესებს. მე ერთი ვარ, მაგრამ ჩემს გარდა კიდე 10 იყო ესე. ამას ვიზახი სუმცირეს. აი რა დღეში ვარ თო. აი მუხლები. აი ნახეთ რა, უბრალოდ რა. აი ეს არის ყველაფერი მიშას რეჟიმის გამო და მიშას რეჟიმმა გამიკეთა მე ესე. აი ესე მაწამეს სასტიკად გამისორდნენ. მართლა სასტიკად. მიშა სააკაშვილის მიმართ არანაირი ემპათიური დამოკიდებულება და განცდა არ მაქვს. არ მეცოდება ეს კაცი. აი ადამიანურად მე ის არ მეცოდება. და ალბათ სამწუხაროდ ჩემნაირი ბევრია. და მე კიდე საერთოდ შეიძლება იმ ურიცხ ადამიანებში კიდე ბოლო ვარ. და იმ ოჯახებს, რომელ ოჯახებსაც მან საერთოდ არა მარტო ის, რომ შვილები, მეუღლეები, ძმები წაართვა და ფიზიკურად გაანადგურა. არამედ ზოგადად ამ ადამიანებს დღესაც კი ვინც ცოცხლები არიან და სამწუხაროდ მეც ვიცნობ. რამოდენიმე მათგანს თავის ისტორიებით, ერთნაირი ისტორიებით არ ექნებათ არანაირი ადამიანური ან შეცოდება მის მიმართ. იმ პერიოდში მისი რეჟიმის დროს, სააკაშვილის დროს, ვინც საერთოდ ზოგადად არც იყო დაბადებული და ან და პატარები იყვნენ, მე მინდა განსაკუთრებით მათ უთხრა და ვთხოვო, რომ უბრალოდ ნახონ მოისმინონ და აი შემდეგ უკვე მართლა ამ კუთხით შეხედონ თუ სინამდვილეში რა იყო სააკაშვილის რეჟიმი და ზოგადად ვინ იყო და ვინ არის ეს კაცი დღეს. ვინ არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ეხლა სამწუხაროდ ისე იხდის სასჯელს, როგორც იხდის და რასაც ვხედავთ. მის პირად სურვილებს, მის პირად ვნებებს, მის პირად განცხრომებს, მის პირად შურისძიებას მოყვა ის, რაც მოყვა. და მე ახლოსაც ვერ მივალ იმ ოჯახების ტრაგედიასთან და იმ ადამიანებთან, რომლებიც დარწმუნებული ვარ, მცირედიც კი მათგან რო ჩაგეწერა და ვიცი რა ცეთები არიან მათ პრობლემებთან და მათ ამბავთან ჩემი ამბავი თუნდაც რატო მგონია და რატო ვარ დარწმუნებული რომ პირადად ის იყო ამ ყველაფრის ავტორი თუნდაც რომ აი ასე მოპყრობოდნენ მაგალითად პატიმარ მერაბ ჭიქაშვილს რომელიც ერთი შეხედვით თქვა ერთხელ დააკავეს ადმინისტრაციული რაღაცა მუხლით და ნუ ვითომ არაფერი ხო რაღაცა და შემდეგ უკვე გაგზელდა და ზოგს გადაუყვანეს სისხლში ზოგს
გვემუქრებოდნენ რომ ეს რა არის ჯერ კიდე სათხარ და მაგრამ პატიმრობის ყოფა იქ ჩვენი რა იყო, ჩემი პირადად რა იყო, როგორი იყო, როგორ მიზანმიმართული იყო და რა ხდებოდა თუნდაც საერთ დეტალს გეტყვით, ანუ საკანში ხარ ისედაც ან და თქვა აი უნდა შეგიყვანონ უკვე საკანში, ნუ გავიარეთ ეს საშინელი თქვა 2009 წლის 15 ივნისის მთელი ის დღე დაკავება რაც იყო და ნუ სანამ საკნამდე ჩაგვიყვადნენ ხო საერთოდ, ნუ ნატო რა იყო უკვე რომ აი რა შემთხვევაში შეიძლება რომ აი როდის მორჩებოდა, ანუ როგორ მივიდეთ ახლა, ნუ გარეთ გავიარეთ რაღაცა ეს მთელი დარბების კადრები, რაც სამწუხარო ძალიან ცოტაა, მაგრამ ნახავთ საზოგადოება ნახავს, ის ნუ იქ ცემები, ეს გეგეჭკორი და თავისი ეს მთელი ეს რა ვიცი პოლიცია კი არა, ეს იყო რაზმი ფაქტიურად სპეციალურად გამოშვებული იქ რომ 2009 წლის ივნისის სამმართველოსთან ჩახშულიყო, შემდეგ უკვე იმათი ცემების მერე და გვაკავებენ შევყავართ საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც გვერდზეა ქალაქის სამმართველოსთან, იქ უკვე გვცემს სპეცრაზმის თანამშრომლები, ოღონ არა ეგრეთ წოდებული რობოტები თუ რობოკოპები, ვიზეც ვამბობთ, იქ ესე იგი სამოქალაქო პირებში, ოღონ ეს მას ნიღბები რო უკეთიათ სახეზე და ეს რაღაცა სოდის და კუდის და ეს რაღაცა ვითომ ეს ელიტარული ამათი რაღაცა ეს ზონდერ კაციჭამიები, რომლებიც იქ გვცემენ და პირდაპირ ტროტუარებზე და უკვე იქ მიზანმიმართულად გვარჩევენ, ესე იგი ლიდერები ვინ ვართ ამ აქციის რომ გამოგვიყვანოს, აი გამოგვარჩიეს იქ საკონსტიტუციო სასამართლოს ეზოში პირდაპირ მიზანმიმართულად გამორჩეულები უკვე რამოდენიმე კაცი დაგულეწეს, ეს ხდება მთელი საათი გრძელდება ერთი ცემა, მეორე საათი არის მთელი პროცესი, ანუ დაახლოებით, ანუ ეს დარბევა დაიწყო, ნუ რა იყო მაშინ, მე არ მინდა შევცდე, დღის 12 საათი იყო თუ რაღაც რა და და როგორ და 5 საათზე თუ რაღაც აღმოჩნდი საკანში იქვე, ანუ ეს ეგრეთ წოდებულ სამმართველოს გამანაწილებენ ეს კაპეზეში 5 საათში აღმოჩნდი, როცა ყველაფერი იქვეა, ხო? სინამდვილეში რა უნდა ყოფილიყო, ხო? დააკავე, თქვა დამნაშავე, ჩაიყვანე, ნუ კაი, რამდენი კანი უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ იქ იყო სასაკლაო მოაწყეს, იქცემეს ჟურნალისტების, იქცემეს პოლიციის თანამშრომლები, ვინ ჟურნალისტები დაიცვა, კორიდორს აკეთებენ, ეგრეთ წოდებულ სიცხულის კორიდორს, სამმართველოს ეზომდე სანამშევლად, საკმაოდ ისეთი მანძილია, იქ ხიდი უნდა გადახვიდეთ, იქ უკვე იწყებენ ეგრეთ წოდებულ კორიდორში. იწყება უკვე შერეული სამოქალაქო ეს სოდი და კუდი, ესე იგი გვატარებს სიცხვილის კორიდორში ბეისბოლის ბიტებით ხელში, ბეისბოლის ბიტებით ხელში გავყავართ, გვაგდებენ ამ კორიდორში და მიდის შვენი ცემა თავშია ესე პირდაპირ ტყმა ხერხემალში, არ ვიცი მე ზურგში აღარც ვიცით როგორანაირად, თქვენ რუსეთის აგენტებო, თქვენ მოღალატეებო, სამმართველოს ფოიეში დაგვუყარეს ყველანი ეს გამორჩეულები, აი აქ უკვე მიდის ჩვენი უკვე ამ ნაცემების წარმოიდგინეთ ჩვენი შეურაცხყოფა მორალური, არ ვიცი, ნუ საშინელებები, ნუ საოცრებები იქ. მერე გადანაწილება რომ მიდის უკვე რომ კაპესზე ჩაგვიყვანონ, აი იქ უკვე რობოკოპები, კორიდორია გაკეთებული, ეს მთელი ეს რობოკოპების და ნუ რობოკოპებით და ფაქტიურად ნუ იქ ითიშები რა, ესეთი მომენტია რომ ვერ წხვდები და ამ კიბეებზე დაგორების რობოკოპები რაღაცა პერიოდი რაღაც წავბურძიგდი თუ რა იყო არ ვიცი და უკვე რომ ჩავედი აღმოვჩნდი რომ ხვდები რომ საკანში შევყავარ და მე ხომ მესმის ეს ხვების ძული, ანუ როგორ გითხრათ, ნუ უკვე შენ თითქოს აი გაბუჟებული კი არა ხარ, მაგრამ აი თითქოს რაღაც ის ხარ, მაგრამ ეს მუდმივად გესმის, ანუ შენ თავზე ფიქრი აღარ არის უკვე იმდენად უკვე ისე ხარ, რომ ხედავ რა ხდება შენს ირგვლივ, რასაც ხედავ და ნუ მე აღმოჩნდა რომ უკვე თავი დაზიანე, გონება დავკარგე რამოდენიმეჯერ და აი როცა საკანთან აღმოჩნდი და უკვე ვფიქრობ რომ ერთი სული მაქვს რომ ანუ რომ ხვდები რომ თუ საკანში შევალ, ნუ ეს ეგრეთ წოდებული ეს გადანაწილებაა თუ რაღაცა რომ გადაურჩებით ხო და უკვე რომ უნდა გაიღოს საკანი და ასე შემდეგ და უკვე უნდა შევიდე, მესმის ხმა ჭიქაშვილი არ შეიყვანოთ ჯერ. ჭიქაშვილი სად არის და ნუ ახლა ეს მესმის ეს ხმა ძირს გვდივარ ფაქტიურად და მოდის ადამიანი ჯერ ნიღაბი უკეთია მას გვერდზე მოყვება ეს ეგრეთ წოდებული გარეწარი, მაშინ იყო ფოტოგრაფი ასეთი, რომელიც მანამდე მთელ აქციებს იღებდა და ჩვენი დარბევის პროცესებს და ყველაფერს იღებდა და ეს ფოტოგრაფი ძალიან ისეთი ნეგატიურად ძალიან ცუდი ადამიანი ეს მისი სახე ცნობილია ხოთა შორის, აი ეს მადგება გვერდზე დგას ეს, შიგნით უჭირავს ერთ ხელში
რა ქვია, ვითევ თავისი ეს ფოტოაპარატი, ხონდა მობილური ცხელში, მე მეუნება, რომ მუხლებზე დადექიო და უკვე ისე ვარ, რომ რა მუხლებზე გვდივარ ძირს, ახლა მუხლებზე დავდგები მე და რაღაცა ისეთ ანდა რომ დამეწყო თქვა წინააღმდეგობა, რომ აი რაღაცა ისა და რობოკოპებმაც დამეხმარენ, ანუ მუხლებზე ჩემ მიიღო ის მდგომარეობა, რაც მას უნდოდა ჩემი მუხლებზე, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვარ, ხო ხტებით, ანუ ვხედავ ერთადერთი რომ თვალსაც უყურებ, აი ვგრძნობ რომ ეს სისხლი ჩამომდის. ანუ აი ის კი არა რომ კივილს კი ვერ ვგრძნობ, მაგრამ აი რომ ვგრძნობ რომ ეს სისხლები ჩამომდის და იხსნის ნიღაბს ჩაულებრივ ახალგაზრდა კაცი ვერც ვიხსენებენ, მეუბნება მიცანი მაფურთხებს, ანუ რაღაც პაუზეს მერე, მაფურთხებს შეგნებულად სახეში, ეხლაც ვერ მიცანი მეუბნება. ეხლაც ვერ მიცანი ბიჭო. და ნუ ისე ვარ და უკვე ამის მერე იწყებს ჩემცემას. ნუ მარტყავს ერთი და ნუ მახსოვს რომ ვითიშები რა. ეს რობოკოპები და ესენი უკვე თვითონ ცემს, მესმის ხმა რომ ეს იღებს ამ ყველაფერს და ამ დროს რაღაცა პერიოდში რომ თავდება ყველაფერი, უკვე ფოტოგრაფი იძახის, უკვე უნდა როგორ ვიცი რომ შეათრიეთ ისე უბნება ის ვინც იყო ეს ფურთხის ავტორი, ტელეფონს იღებს რაღაცა ზარს ახორციელებს და ესეთი ხმამეს ესე ლაპარაკობს. აუ ეხლა შენ აზიარა ხარ, რას განახებთ? ჯერ ასე ამბობს, რას განახებთ და რა დღეშია ჭიქაშვილი, ეს წვერებიანი, ნუ ესა და ეს. მერე უკვე ალბათ გადასცემს ხვას, არ ვიცი და კი, პასუხობს, კი, ნახავ ეს რა დღეშია. ეს რა დღეშია ნახავ, იქ ახსენებს რომ ისინიც ისე დღეში არიან, კი, ყველა გადაღებულია და ეს გადავიღე და აუ ნახავ რა დღეშია ეს და ესეც აგრძელებს ეს მეორე არაკაცი ფოტოგრაფი აგრძელებს ამ ჩემ გინებას და ნუ ბოლოს მახსოვს რომ კარები იღება საკნეს და შევდივარ. მე ვინ ვარ თქო კიდე ერთხელ ჩემი ისტორია არაფერი იმასთან შედარებით რაც თქვათ ადამიანების რომლებმაც და რაც გაიარა და რას უყურებ ჩვენ ახლა. რას უყურებ ჩვენ ახლა რატო ვამბობ რომ უსამართლობის უზარმაზარი განცდასთან ერთად მორალურად და ღირსებას ეხება. ჩვენ ღირსებას ეხება. დამიჯერე ჩვენ და იმ ადამიანების ოჯახების ღირსებას ეხება, ხალხო, იმ გარდაცვლილი შვილების, თამაზმოლაშვილის ღირსებას ეხება. არ ვიცი მე გირგულიანის ერთადერთი კაცი დარჩა, ხო? ერთადერთი კაცი დარჩა გურამ გირგულიანის ღირსებას ეხება. მილიონო, არ ვიცი როგორ ვთქვა 100,000-ობით ადამიანზე არის ლაპარაკი. ნუ მოგვერიდება ამის, მათ ოჯახებს ეხება, ბუტა რობაქიძეს დედას იასეხ ღირსება და სხვა დანარჩენის ღირსებას ეხება. დღეს რო უყურებთ სააკაშვილი, როგორ და სადიხდის საჯოს და კიდე რა განცხადებებს აკეთებს და კიდე იმის განცდა თურმე, რომ ჩვენ მე და აი ამ დანარჩენ საზოგადოებას, ხო, უმრავლესობას ვინც გაიარა ეს საშინელი ჯოჯოხეთი, ვისაც პირადად შეეხო სააკაშვილის, მისი რეჟიმის, მისი პირადი აი ეს დამოკიდებულება, ეს საშინელი ჯოჯოხეთი, ვისაც შეეწყო და ნახეთ მარტო ციხეში რაქნა, ნახეთ მარტო პრობაციონერებს რა უქნა, ნახეთ როგორ დატოვა შვილები მამების გარეშე, ნახეთ როგორ დატოვა მეუღლეების გარეშე, ცოლები მეუღლეების გარეშე და თვითონ დღეს იძახის და დედამისი. თვითონ ამბობს დღეს სააკაშვილი ამბობს ხან მომტიმარი სახით ხან იმის რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია დაუბრუნოს მამა შვილებს მაშინ კითხვას სვავ ნიშა სააკაშვილმა რომ მოუკლა შვილებს მამები დებს ძმები და ცოლებს მეუღლეები ქმრები იმას ვინ დაუბრუნებს. არც ერთ პატიმარ სააკაშვილის პირობების დროს, არც ერთ პატიმარ კაც არ უნდოდა რომ მისთან ამანათის მისატანად ან სანახავად მისულიყო დედა ცოლიან და იცით რატომ? იმიტომ რომ ღირსების შემლახველი იყო ეს. იმიტომ რომ მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ აი ეს ნაძირლები, ის მისი სისტემის დამნაშავეები, ვინც იქ აი ამ საწყალი დედებისგან, დაქრივებული მეუღლეებისგან, დებისგან იღებდნენ ამანათებს. შეურაცხყოფას აყენებდნენ.